ოდესმე დაფიქრებულ ხართ, როგორ შეიძლება არსებობდეს ინდუსტრია, რომელიც მთლიანად სიცრუეზეა აგებული. ხო და დღეს სწორედ ამაში ჩავიხედავთ. ჩვენ ფარდას ავხდით ამ უზარმაზარ თაღლითურ კოლ-ცენტრებს და ვნახავთ ზუსტად როგორ ახერხებენ ისინი მილიარდობით დოლარის მოპარვას. კარგით, მოდით დავიწყოთ ერთი ციფრით, რომელიც მართლა შოკის მომგვრელია. 20 მილიარდი დოლარი. ეს რომელიმე პატარა ქვეყნის ბიუჯეტი კი არა, ამ თაღლითური კოლ-ცენტრების წლიური შემოსავალია. და იცით რა არის ყველაზე ცუდი? ამ თანხის თითეული ცენტი მოპარულია. წართმეული ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ჩვენნაირი ადამიანებისთვის. და საიდან მოდის ეს 20 მილიარდი? აბა, მოემზადეთ. 60 მილიონზე მეტი ადამიანი. და ეს მხოლოდ გასულ წელს. მასშტაბი უბრალოდ წარმოუდგენელია. სიმართლე გითხრათ, ასეთი ციფრების ფონზე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ან სულ მცირე ვინმე ვისაც იცნობთ, ერთხელ მაინც მიგიღიათ მსგავსი ზარი. მოდით, ახლა უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ მრავალმილიარდიან თაღლითობაში. იცით, არსებობს ეს გავრცელებული აზრი, რომ თაღლითები მხოლოდ ხანდაზმულებს ერჩიან, არა? სინამდვილეში ეს ძალიან დიდი მცდარი შეხედულებაა. მათი მეთოდები იმდენად დახვეტილი და ჭკვიანურია, რომ მერწმუნეთ, ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს მათი მსხვერპლი. მაგრამ როგორ? რა არის მათი საიდუმლო? თითქოს რაღაც სპეციალური სახელმძღვანელო აქვთ, რომელსაც დღეს ჩვენ ერთად გადავშლით. ვნახოთ ზუსტად რა სტრატეგიებს იყენებენ, რომ ჩვენს გონებაში შემოაღწიონ, ნდობა მოიპოვონ და შემდეგ, ფული წაგვართვან. მოკლედ, ყველაფერი ორ ძირითად მიდგომამდე დადის. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ორი სხვადასხვა გზა, ერთი და იმავე მიზნისკენ. პირველი გზა შიშსა და დაშინებაზე გადის, ანუ აგრესიული საშიში სქემები. მეორე გზა სრულიად საპირისპიროა, ის კეთილგანწყობას დახმარების სურვილს და მოტყუებას ეფუძნება. მოდით ორივე დეტალურად განვიხილოთ. კარგი, დავიწყოთ ყველაზე საშიშით, მუქარით. წარმოიდგინეთ, თქვენი ტელეფონი რეკავს. ხაზის მეორე მხარეს გეუბნებიან, რომ საგადასახადოდან არიან და გაქვთ გადაუხდელი ვალი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. შემდეგ გეუბნებიან, რომ თქვენს სახელზე დაპატიმრების ორდერია გაცემული და თუ თანხას ახლავე არ გადაიხდით, პოლიცია უკვე გზაშია და თქვენ სახლთან მოდის. და რომ წნეხი კიდევ უფრო გააძლიერონ, პირდაპირ და შემზარავ ფრაზებს გეუბნებიან, მაგალითად, თქვენი დაპატიმრების ორდერი უკვე ჩვენს ხელშია. წარმოგიდგენიათ ამის მოსმენა. ტვინი უბრალოდ გეთიშებათ. ლოგიკა ქრება და რჩება მხოლოდ სუფთა პანიკა. და აი სწორედ აქ უნდა აინთოს გიგანტური წითელი გამაფრთხილებელი ნატურა. როგორ უნდათ რომ გადაიხადოთ? არა, საკრედიტო ბარათით. არა, ისინი მოითხოვენ სასაჩუქრე ბარათებს, ან წინასწარ გადახდის ბარათს, ან ფულად გზავნილს. მოდით, ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ, არც ერთი სამთავრობო უწყება არასდროს არ მოგთხოვთ გადასახადების გადახდას Apple-ის სასაჩუქრე ბარათით. ეს უბრალოდ არ ხდება. მაგრამ საქმე ყოველთვის მუქარასა და დაშინებაში არ არის. ზოგიერთი ყველაზე ეფექტური სქემა გაცილებით უფრო ფაქიზია. აიღეთ მაგალითად Amazon-ის თანხის დაბრუნების თაღლითობა. ეს სქემა იმიტომაა გენიალური, რომ ყველაფერი იმით იწყება, რომ თქვენ რეკავთ პირველი. ეს მათ მაშინვე უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, რადგან თქვენ მიმართეთ მათ დახმარებისთვის. მოდით რეალური მაგალითი განვიხილოთ. დავრაქვათ მას ბესი. ბესი იღებს ყალბ მილს Amazon-ისგან შენაძენზე, რომელიც მას არ გაუკეთებია. ბუნებრივია ნერვიულობს და მილში მითითებულ მომხმარებელთა მომსახურების ნომერზე რეკავს. მას სუპერ დამხმარე ოპერატორი პასუხობს და პირდება, რომ $200 უკან დაუბრუნებს. ამისთვის ის ბესის კომპიუტერზე წვდომას იღებს. ის ბესის უჩვენებს ყალბ საბანკო გვერდს, სადაც უი შემთხვევით 200-ის ნაცვლად $20,000 ჩაურიცხა. ოპერატორი პანიკას თამაშობს, ამბობს, რომ სამსახურიდან გააგდებენ და ბესის ევედრება ზედმეტი ფული უკან დაუბრუნოს. ბესის ის ძალიან ეწოდება და ფულს უგზავნის. რასაც ის ვერ ხვდება, არის ის, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო. მან თაღლით საკუთარი ფული გაუგზავნა. ალბათ გაინტერესებთ, როგორ ეგება ხალხი ასეთ მახეში. საქმე მხოლოდ რაღაც ტექნიკურ ხრიკებსა და ყალბ ვებსაიტებში არ არის. აქ მთავარი საიდუმლო იარაღი ფსიქოლოგიაა. ყველაფერი ჩვენი ემოციებით მანიპულირებაზე აგებული. წარმოიდგინეთ ეს თაღლითები როგორც მსახიობები ორი საყვარელი ნიღბით. პირველი ნიღაბია მოძალადე. ეს არის საგადასახადო სქემის თაღლითი, ხმამაღალი, უხეში, მუქარით სავსე. მას უნდა რომ შეგეშინდეთ. მეორე ნიღაბი არის მეგობარი. ეს თანხის დაბრუნების სქემის თაღლითია. ის ისეთი კეთილი, თავაზიანი და უმწეო იყო. ის თქვენს ინსტინქტზე თამაშობს. იყოთ კარგი ადამიანი, იგრძნოთ დანაშაული და დაეხმაროთ მას. მაგრამ აი რა უნდა გახსოვდეთ. იმ მოძალადისან მეგობრის უკან ტელეფონში მხოლოდ ერთი ადამიანი არ დგას თავის სარტაფში. არა, ეს ზარები მოდის უზარმაზარი საწყობის ზომის ოთახებიდან, რომლებიც სავსეა ხალხით, ადამიანებით, რომლებიც გაწვრთნეს, მოამზადეს და დაუსკრიპტეს ყველაფერი, სპეციალურად იმისთვის, რომ თქვენზე მანიპულირება შეძლონ და ყველაფერი წაგართვან. გასაგებია, თუ ეს ასეთი უზარმაზარი ორგანიზებული დანაშაულია, მაშინ ჩდება ლოგიკური კითხვა.
რატომ ვერავინ აჩერებს მათ? ეს სამართლიანი კითხვა, მაგრამ პასუხი სამწუხაროდ ძალიან რთულია. ყველაზე დიდი დაბრკოლება საზღვრებია. ეს კოლცენტრები, როგორც წესი, ერთ ქვეყანაშია, ვთქვათ, ინდოეთში, ხოლო მათი მსხვერპლი მეორეში, მაგალითად, ამერიკაში. ამერიკის პოლიცია ვერ ჩავადა დაპატიმრებებს სხვა ქვეყანაში ვერ დაიწყებს. ამას ჭირდება უამრავი საერთაშორისო თანამშრომლობა და გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგჯერ იქაურ ადგილობრივ ხელისუფლებას ან არ სურს, ან არ შეუძლია დახმარება. ეს ყველაფერი შეიძლება უიმედოდ ჟღერდეს, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ უძლურები არ ვართ. ცოდმა თქვენი საუკეთესო თავდაცვა. მოდით ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ კონკრეტულად რისი გაკეთება შეიძლება საკუთარი თავის დასაცავად. ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი პირადი ანტითაღლითური ინსტრუმენტების ნაკრებია. ექსპერტები ამბობენ, რომ სამი მთავარი გამაფრთხილებელი ნიშანი არსებობს, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. სინამდვილეში საკმაოდ მარტივია. პირველი, დიდი კომპანიიდან ან მთავრობიდან გირეკავენ მოულოდნელად რაღაც პრობლემაზე ან პრიზზე. მეორე, გეუბნებიან, რომ ეს გადაუდებელია, რომ ახლავე უნდა იმოქმედოთ. და მესამე, გეუბნებიან, რომ გადახდა უცნაური მეთოდით უნდა განახორციელოთ. საუბარია სასაჩუქრე ბარათებზე, ფულად გზავნილებზე და მსგავს რამეებზე. და მოდით ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ. ნამდვილი საგადასახადო სამსახური არასდროს ვიმეორებ, არასდროს დაგირეკავთ და დაპატიმრებით არ დაგემუქრებათ. ისინი არ მოგთხოვენ ადგილზე გადახდას და ისინი ნამდვილად არასდროს მოგთხოვენ გადახდას სასაჩუქრე ბარათით. თუ მათ თქვენთან დაკავშირება სჭირდებათ, იცით რას იყენებენ? ძველ კარგ ფოსტას, წერილს. კარგი მაშ, რა უნდა გააკეთო თუ ასეთ ზარს მიიღებთ? დაიცავით ეს მარტივი 4 საფეხურიანი გეგმა. ნაბიჯი პირველი და ეს ყველაზე მთავარია. გათიშეთ. არ შეხვიდეთ კამათში, არ ელაპარაკოთ. უბრალოდ გათიშეთ და დაბლოკეთ ნომერი. ნაბიჯი მეორე. არ დააჭიროთ. თუ ეს ტექსტური შეტყობინება ან მეილია, არ შეეხოთ არც ერთ ბმულს. ნაბიჯი მესამე. დაილაპარაკეთ. დაურეკეთ მეგობარს, ოჯახის წევრს, ნებისმიერს ვისაცენდობით. უბრალოდ ამაზე საუბარიც კი შველის. და ბოლოს ნაბიჯი მეოთხე შეატყობინეთ. აცნობეთ შესაბამის უწყებებს. თქვენ შეიძლება სულ სხვა ადამიანი იხსნათ მსხვერპლად გახდომისგან. და სანამ დავასრულებთ, მინდა ერთ რამეზე დაფიქრდეთ. თქვენს ცხოვრებაში ვის ჭირდება ყველაზე მეტად ამის მოსმენა? თქვენს მშობლებს, ბებია-ბაბუას, მეგობარს? ამ ინფორმაციის გაზიარება მხოლოდ ტყვიანურ ნაბიჯს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ზრუნავთ იმ ადამიანებზე, ვინც გიყვართ. ეს არის უბრალო საუბარი, რომელმაც შეიძლება ისინი უამრავი ტკივილისგან იხსნას.